ჩვენ მოახერხეთ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, სიმშვიდის შენარჩუნება, საბრძოლოების შენარჩუნება. ერთადერთი რამ გვჭირდება ყველა აქ მოსული პირისგან, ეს არის ფაქტები. ფაქტებით და ამ სიტყვებით დაიწყო 2025 წლის პოლიტიკური ამბები და ამავე დარბაზში მოსმენილმა წლის მთავარი პოლიტიკური ამინდით შექმნა. საგამოძიებო კომისიის მუშაობა 430 გვერდიანი დასკვნით, საკონსტიტუციო სარჩელით და პოლიტიკოსების დაყავებით დასრულდა. გამოსაძიებელი 9 წელიც 22-ად იქცა და საზოგადოებამ რეჟიმის სახელმსხვერპლთა მონაყოლით, წართმეული ბიზნესის და წაგებული ომის ისტორიებით კიდევ ერთხელ დაინახა. ოჯახს არ დაგვიტოვეს გვამი, გადააგდეს შუა ზღვაში. მაინც ავარ ნაცემი ჩააბეს მანქანაზე და ათრიეს. იმდენი არასრულწლოვანი პატიმარი იყო საქართველოში, რომ ვერ ვეტეოდით. თუმცა პოლიტიკოსები იწყებენ და პოლიტიკოსები ამთავრებენ. სამხედროები არ აკეთებენ ამას. თითოეულმა ამ ეპიზოდმა კომისიის დასკვნა და შემდგომ პარტიების აკრძალვის შესახებ მომზადებული სარჩელი გაამყარა. დაკარგულ ტერიტორიებზე ისტორიების მოსმენამ კი საგამოძიებო კომისია 2019 წლის ჩორჩანას ეპიზოდამდეც მიიყვანა. ოპოზიციიდან გიორგი გახარია გამონაკლისი იყო, ვინც კომისიის ხდომაზე გამოცხადდა, თუმცა შემდგომ გამოკვეთილი გარემოებების გამო ამ ფაქტმა ის მძიმე ბრალდებისგან ვერ გადაარჩინა. მას სამსახურობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალით წარუდგინეს და დაუსწრებლად პატიმრობად შეუფარდეს. დაუსწრებლად, რადგან კომისიის ხდომაზე გამოცხადებიდან მალევე მან ქვეყანა დატოვა და უკან აღარ დაბრუნებულა. ყოფილ ექს-პრემიერს გენერალური პროკურატურა 20 ივნისის საქმეზე ედავება. საგამოძიებო უწყება სურგს ახლა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც უმაგრებს. მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით დაავალა სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად პარალელურ რეჟიმში გამოყენება, რითაც ორგანიზება გაუწია მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას. კომისიის ხდომაზე მისვლა გახარიას პოლიტიკურ გაყრადაც დაუჯდა, თუმცა ვინც მას საყვედური გამოუცხადა, თავად ციხეში მოხვდა. ამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ნიკა მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, გივით არგამაძე, გიორგი ვაშაძე, ელინე ხოშტარია. მათ კომისიასთან არ ითანამშრომლეს, კანონი დაარღვიეს და ვერდიქტად პატიმრობა მიიღეს. სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ვიდრე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სასჯელს იხდიდნენ, მათ წინააღმდეგ გენერალურმა პროკურატურამ ახალი გარემოებები გამოკვეთა. საბოტაჟის მოწყობა, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება, ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, თითოეულს ბრალის სხვადასხვა მუხლით წარედგინა. ბრალდებულთა სიაში მოხვდა მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილიც, რომლისთვისაც 2025 წელი ციხეში დაბრუნების წლად იქცა. ბრალდების საფუძვლად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განვითარებული პროცესები დასახელდა. თუმცა ვიდრე გამოძიება მომხდარ სახელს დაარქმევდა, ქართულ პოლიტიკაში ახალი ტერმინი მშვიდობიანი დამხობა გაჩნდა და 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად ძალადობრივი აქციაც დაანონსდა. პირველი ვინც გისოსებს მიღმა აღმოჩნდა ლევან ხაბეიშვილი იყო. საქართველოს მოქალაქეებს შეგიძლიათ გაიმარჯვოთ. თავი არ დაუხაროთ რუსულ რეჟიმს. ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ალოგიკური სიტყვად შეთანხმება შექმნა და ხალხს მშვიდობიან დამხობას დაპირდა. ის $200,000 პირდებოდა ყველა ძალოვანს, ვინც საკუთარ მოვალეობას არ შეასრულებდა და აქციის დაშლაში მონაწილეობას არ მიიღებდა. დაკავების საფუძველიც ეს განცხადება იქცა. მას ბრალი მოსყიდვის მცდელობისთვის წარუდგინეს. მასთან ერთად პირველად და არა უკანასკნელად დააკავეს მურთაზ ზოდელავაც, რომელმაც ციხე გირაოს სანაცვლოდ დატოვა. გამოძიებისა და სხვა ოპერატიულ მასალებში ამ ეტაპზე ჩანს ერთადერთი საბოლოო ლოკაცია თბილისი, ავლავრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი. მშვიდობიანი დამხობის ავტორის დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჰექსოგენის საქმე გახსნა. ასაფეთქებელი ნივთიერების უკრაინიდან საქართველოში შემოტანამ გამოძიება რამდენიმე მიმართულებით წაიყვანა. მათ შორის სუსი იკვლევდა, იყო თუ არა კავშირი ჰექსოგენის შემოტანასა და 4 ოქტომბერს რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის. ამ ძიებამ კი უსაფრთხოების სამსახურის საბრძოლო მასალისა და იარაღის არაერთ სამალავამდეც მიიყვანა. გამოძიების პარალელურად ქვეყანა თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადებოდა, რომელსაც ოპოზიციის ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა. ის კი ვინც ბედისცა და დამარცხდა. არჩევნები ყველა მუნიციპალიტეტში ქართულმა ოცნებამ მოიგო. ოპოზიციამ ფსონი ისევ რევოლუციაზე დადო. შევიკრიბებით ეხლა და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის განსაზღვრებს.
მურთა ზოდელავას მიმართვიდან რამდენიმე წუთში ორბელიანების სასახლე შეტევის სამიზნედ იქცა. დემონსტრანტთა ნაწილი ათონელის ქუჩაზე მივიდა. სასახლის ღობე მოარღვია და შენობაში შეჭრა სცადა. შემდეგ იყო ისევ ბარიკადები და ცეცხლწაკიდებული ინვენტარი. ტერიტორიის გათავისუფლება სპეცდანიშნულების რაზმი რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა. ჩახშობილ შტურმს შემდეგ დაკავებების სერია მოხდა. პირველი მურთა ზოდელავა იყო. დააკავეს ირაკლი ნადირაძე, პაატა ბურჭულაძე და პაატა მანჭკალაძე, ლაშა ბერიძე. დაკავებების შემდგომ დღეებშიც გაგრძელდა. კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობისა და დამხობისკენ მოწოდებისთვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობისთვის კისოსებს მიღმა 50-ზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა. რევოლუციის მეხუთე მცდელობა ჩავარდა. გარეთ დარჩენილმა ოპოზიციამ პროცესებისგან გამიჯვნა სცადა. ბრალდებულებმა კი ერთმანეთში მოღალატის ძებნა დაიწყეს. ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით ხელმძღვანელობდა და საქართველოში მისი მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია. 4 ოქტომბრის მოვლენებმა საბოლოოდ გამოძიება ბაჩო ახალაიამდე მიიყვანა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ყველაფერი წუთობრივი სიზუსტით აღადგინა და დაადგინა, რომ ბრალდებულ პოლიტიკოსებთან ახალაიას კავშირი ინტერნეტ აპლიკაციით ჰქონდა და ის მთავარი კოორდინატორი იყო. კომუნიკაცია 343-ჯერ შედგა. გამოძიების ეპიცენტრშია მისი მეუღლეც, რადგან გამოყენებული IP მისამართი სწორედ ანა ნადარეიშვილს ეკუთვნის. ვიდრე ახალაიას როლი გამოიკვეთებოდა თანამებრძოლთა დაკავებიდან რამდენიმე კვირაში ჯერ სასამართლოს და შემდეგ ციხის გზას გაუღვა ალეგო ელისაშვილი. დელოს წარმომადგენელმა საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული შენობის დაწვას სცადა. დეტალების შემდეგ მოსამართლეს მოუღვა და ჩადენილის აღიარა, თუმცა ოფიციალურ ბრალს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის შესახებ არ დაეთანხმა. თვლის რომ ეს არ იყო დანაშაულებრივი ქმედება. ქვეყანაში საპროტესტო აქციები არ შეწყვეტილა. რუსთაველის გამზირზე განვითარებულმა პროცესებმა კი პარლამენტს ახალი გადაწყვეტილებებისკენ უბიძგა. უდიდეს უმცირესობას არ მიცეთ იმის საშუალებას, რომ იძალადოს ჩვენი საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაზე. მცირე რიცხოვანი შეკრებებით მთავარი გამზირის გადაკეტვა მართლმა პარტიამ დაუშვებლად მიიჩნია და კანონი გაამკაცრა. ცვლილებები შევიდა შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ავტორებმა мотивация მოქალაქეთა უმრავლესობის ინტერესების დაცვის სურვილით ახსნეს. რმ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაღალ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში სამსახურებრივ უფლებამოსილებას სისტემატურად ბოროტად იყენებდა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამ ბრიფინგმა ყოფილი ექს-ჩინოსნების სამიზნედ აქცია, რაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დაკავებით დაიწყო, შემდეგ კორუფციასთან ბრძოლის სახელით გაგრძელდა და საბრალდებო სკამზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სუსის ყოფილი უფროსი და თავდაცვის ყოფილი მინისტრის აღმოჩნდნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლება აღიარებისა და მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ მიიღო. გრიგოლი ულუაშვილი და ჯუანშერ ბურჭულაძე კი ციხეში წავიდნენ. მკვლელობის ორგანიზებისთვის ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეც, რომელზეც ძებნა გამოცხადდა. არავის არ უნდა ქონდეს იმის განცდა, რომ სახელმწიფოს ხარჯზე ეშოვის ფულს. მიზანი დასახულია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაცხადებული პოლიტიკის ფონზე ხელისუფლება მიღწევებს ითვლის. გამჭვირვალობის, კარგი მთავრობის, სოციალური პროგრესისა თუ სასამართლო სისტემის, დემოკრატიის აღქმის ინდექსი. საერთაშორისო რეიტინგებში საქართველო ყველა ჯერზე მოწინავეთა შორისაა. ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ სახელმწიფოსა და ასევე წევრთა უმრავლესობასაც უსწრებს. კვლევების დამკვეთთა შორის არაერთი ორგანიზაცია, მათ შორის ევროკავშირიცაა. მონაცემები კი მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდისა თუ სხვა შემფასებელთა ობიექტურ მაჩვენებლებს ეფუძნება. ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები გამოდიან, გამოიხედებიან, მაგრამ ხელებს აცეცებენ და არაფრის დანახვა არ უნდა. ობიექტური შეფასების სუბიექტურმა ხედვამ ხელისუფლება 2025 წელსაც კრიტიკის სამიზნედ არაერთხელ აქცია. მიუხედავად ევროპულ კვლევებში ასახული რეალობისა, დირექტივების ბევრჯერ გაიცა. შანტაჟის იარაღად კი ვიზა ლიბერალიზაცია იქცა. უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში რამდენჯერმე დადგა. კითხვების პასუხად კი ბრიუსელს თბილისიდან რამდენიმე თავიანი დოკუმენტი გაეგზავნა. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ საქართველო ნაკის ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს. კრიტიკას კი მხოლოდ პოლიტიკური საფუძველი აქვს. მიუხედავად განმარტებისა, წლის ბოლოს ევროკომისიის მიერ დამტკიცებულ ანგარიში საქართველოს საკითხი ისევ ღიად დარჩა. საუბარი იმაზე, რომ თითქოს და იყო გამოყენებული კამეტი არის წყნარი სიცრუე. სიცრუე ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა. თითქოს 2024 წლის დეკემბერში დემონსტრანტების წინააღმდეგ სახელმწიფომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი კამეტი გამოიყენა. BBC-ს რესპონდენტები გამოკითხვაზე დაიბარეს. დაბარებულებმა კი ინტერვიუში ნათქვამი თავადვე გადათქვეს. პროვოკაციას წერტილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებამ დაუსვა. შედეგების საფუძველზე ქართული ოცნება BBC-სთან სამართლებრივ დავას აპირებს. BBC-ს სიუჟეტი არის
არა მხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელწერით დაგეგმილია ფასიანი პროვოკაცია. ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედების მაგალითად იქცა უპრეცედენტო ინვესტიციაც. 6 მილიარდ ნახევრიანი პროექტების განხორციელება საქართველოში კომპანია Eagle Hills-მა დაიწყო. ინვესტიციამ 24,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და კრწანისა და გონიაში ახალი მასშტაბური ინფრასტრუქტურა უნდა შექმნას. თუმცა მის წინააღმდეგ ჯერ ლელომ გაილაშქრა, შემდეგ კი ალტიფომ და პატრიოტთა ალიანსმა. მიუხედავად შიდა თუ გარე პოლიტიკური გამოწვევებისა, საქართველოს ისტორიული შედეგის მოლოდინშია. ეკონომიკამ 100 მილიარდ ლარს უნდა გადააჭარბოს. ხელისუფლება წარმატების მიზეზებზე საუბრობს და მიზნად მაღალ შემოსავლიანთა კატეგორიაში მოხვედრას ისახავს. დადებითი ტენდენცია კი არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ფარგლებს მიღმაც შესაბამის ინსტიტუციებს არ გამორჩენიათ. ეკონომიკურ განვითარებასთან ინფრასტრუქტურული პროექტები მოყვება. ისტორიული პროექტი დასრულებულია. მრიკოთის უღელტეხილის 52 კილომეტრიანი ახალი ჩქაროსნული მაგისტრალი უკვე სრულად ფუნქციონირებს. ახალმა ინფრასტრუქტურამ საქართველოს როგორც შუადერეფნისა და რეგიონული დამაკავშირებლის როლი კიდევ უფრო უნდა გაზარდოს. ყველასთვის სწავლა იქნება უფასო. უმაღლესი განათლების რეფორმა პრობლემების იდენტიფიცირებით დაიწყო. 7 გამოწვევის შესაბამისად კი 7 ამოცანა გაიწერა. პირველად უმაღლესი განათლების მიღება უფასო ხდება. სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტის სწავლის ღირებულებას აღარ გადაიხდის. რეფორმა მოიცავს ფაკულტეტების გადანაწილებასა და ოპტიმიზაციას, ხელფასების ზრდასა და ინფრასტრუქტურულ განახლებას. ნაბიჯი ზოგადი განათლებისთვის გაიწერა. 11 წლიანი სწავლება პირველ კლასელთა ასაკის სასკოლო ფორმა თუ მობილურების აკრძალვა, მასწავლებელთა კარიერული წინსვლის ახალი სქემა. ცვლილებები მასშტაბურია და მათი დანერგვა ეტაპობრივად მომავალი წლიდან დაიწყება. აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივახციოთ. 2025 წელს ხელისუფლება მორიგი გამოწვევის იდენტიფიცირებით ასრულებს. მითითება გაცემულია, სურსათზე ფასები უნდა შემცირდეს, თუმცა იქამდე პრემიერ-მინისტრი მიზეზების დადგენას და პროცესში არა მხოლოდ საკანონმდებლო ხელისუფლების, არამედ საგამოძიებო უწყებების ჩართვასაც ითხოვს. საკითხის შესწავლა დაწყებულია.